ესე იგი, დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს ვართ ახმეტაში ახლა და გადავწყვიტეთ, ესე იგი, ოჯახური ლაშქრობა მოვაწყოთ ბაწარას ნაკრძალში, ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტერიტორია, ყველაზე დაცული ტერიტორია კახეთის რეგიონში. ბაწარას ნაკრძალი გამოირჩევა იმით, რომ აქ არის დაცული ურთხმელის კორომები. 1500, 1800, 2000 წლოვანი ურთხმელის კორომებია და მივდივართ ცოტა გაუგებრათ, იმიტომ რომ ინტერნეტში ვერ მოვიძიეთ ინფორმაცია, სად ვის რა ვკითხოთ. შევეცდებით ახლა სამუშაო საათები რო დაიწყება სააგენტოში გადავრეკოთ და თურმე ნებართვა გჭირდება, თუ არა და ჯარიმაა შესვლა, რაც აქამდე არ ვიცოდით. მოკლედ გზა და გზა, ყველაფერს შეგატყობინებთ რა როგორ და რანაირად. ამ დროს ულამაზესი და უმაგრესი იქნება დარწმუნებული ვარ რა. ესე იგი, ახმეტინა გამოვდივართ, მივდივართ პანკისის ხეობისკენ და პირველი სოფელი არის მატანი. ესეც ჩვენი მატნის ცენტრი. ესე იგი, მატანი უნდა გავიაროთ პანკისში რო გავდივართ ახმეტინა რა, პირველი სოფელი მატანია, ვინც არის ის. გადამცირე რამე ხა მატნის შესახებ ამას გავივლით, მერე გადავალთ უკვე პანკისის ხეობაში, სადაც ძირითადი მოსახლეობა არის ერთი-ორი სოფელი ქართულიც, მაგრამ ძირითადი მოსახლეობა არის ქისტები არიან, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ძმები. ესე იგი, მატანში, თვითონ მატანში ჩოლოყაშვილების სამოსახლო იყო. ხო. ძინა, კაკუცა, ჩვენი გმირები, საქართველოს გმირები და ასე შემდეგ. ინტერნეტში მოიძიეთ. ეხლა წახვედი ყავაზე? ყავა უნდა ნახოთ ლიბრეტში, მატანში ლიბრეტს გვაქვს. ბაი. ესე ჩვენი მატნის ცენტრი. ესე იგი, შენობა არის კულტურის სახლი, გაურემონტებიათ, გაულამაზებიათ. მატნის ცენტრში ვართ ახლა, რაღაც მაღაზიები არის, აქ პატარ-პატარა მაღაზიები, თავმოყრილი. ჯერ დილა, ეხლა იწყებს ხალხი მოძრაობას. მატანს რო გამოივლით, ცოტა შეიძლება შეგეშინდეს დაგრეული გზაა და გონია რომ ცივილიზაცია აღარ არის, მაგრამ აი პანკის ხეობაში როგორი გზაა, წინა ნახე მაყურებლებს, ახლახანს დაუგეს იდეალური ტრასა მიდის თელი პანკისის ხეობა. დაახლოებით 6-7 სოფელია, როგორც მე ვიცი, შეიძლება მეტიც იყოს რა. და საკმაოდ კარგი გზა მიდის. თელი ხეობა, ასე რომ არ შეგეშინდეთ მოგზაურობის. ეს არხი ჩადის იქ. ალაზანია. ესე იგი, ახლა ჩვენ ვართ დუიში, ლელა. დუიში ვართ, ეს არის პირველი ქისტური სოფელი. ძირითადი პანკისის შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაციული ცენტრი. ყველაფერი აქ გვაქვს დუიში და არაჩვეულებრივი ხალხი მართლა. აი ახლა აგერ ქისტი ბიჭი დაგვეხმარა რაღაცებში. და ასე რომ უსაფრთხოდ და გემრიელად იმგზავრეთ რა. გვაქვს ესეთი მინიშნებები, არის ორი მარშრუტი. პირველი მარშრუტი გვაქვს, ესე იგი, ძიბახევი. ესე იგი, ჩვენ მივდივართ ახლა მოკლე მარშრუტით რა, ავდივართ, გავივლით ზემოთ გზას, საკისტოს ტბამდე და ჩამოვალთ უკან. ხო, აქ გვიწერია, რომ არის რაღაცა აი მაქსიმალური ეს სიმაღლე. სიმაღლე 2450 თუ მთაზე ახლა. 2 დღიანი ტურია ეს, ოღონდ ხანგრძლივობა 2 არის თუ ფეხით ახვალ. იქ მწყებსების კონქია და იქ შეგვიძლია გაიჩინოს. ახლა უყურე სიგრძე არის 33 კილომეტრი. ეხლა ჩვენ რახან ცოტა ოჯახური family ტური გვაქვს, ცოტა მანქანი თავად და დაახლოებით 5 კილომეტრს ივლით მერე ფეხით. ხო და მეორე ტური გვაქვს
ორდღიანი მეორე ტური არის ავდივართ ზემოთ და მე სრულიად სხვა მდინარის ხეობაში ჩავდივართ ქვემოთ ხადოში. ხო, და აქაც არის 30 კილომეტრი საფეხმავლო ტური, აი აქ 30. მოკლედ ახლა ჩვენ ვცდილობთ რაღაცა მაქსიმალურად გადავწყვიტოთ, იმიტომ რომ ბავშვთან ერთად ავარ. მეგობრებო, ჩვენი შესვლა ნაკრძალში იყო და არა ტბაზე. აი აქ რა და გადავწყვიტავთ სავარაუდოდ სად წავალთ და იმის მიხედვით მე უკვე რა თქმა უნდა თქვენც ნახავთ ჩვენ გადაწყვეტილებს. ჩვენ პირველი მარტო ავდივართ და ჩამოვიდეთ. ეს არის? მივდივართ მოკლედ მარცხნივ. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ მეც გამიჭირდა, თითქმის არ არის ინტერნეტში ინფორმაცია, მსგავსი და ადგილზე მოვედით, ჩვენ თვითონ რო შეგვესწავლა და ვფიქრობ, რომ ეს საინფორმაციო იქნება თქვენთვისაც. ესე იგი, რო გავწდებით პანკისის ხეობაში, ბოლო სოფელსაც რო გავწდებით, მე არის ფეხით ისა ტურისტული მარშრუტებია, რომელიც მიდის მაღლა ტბათანას მარშრუტია და ასე შემდეგ. ანუ აქვე სადღაც დაახლოებით 2 კილომეტრში იწყება ესეთი კარია, ესე ჭიშკარი აკრძალულია ბაწარა სახელმწიფო ნაკრძალი, სადაც ყველაზე ცნობილი რაც არის, ესე იგი, უთხოვარის ხეები. დანჩეს მოიძიებთ. მოდი ახლა განახებ როგორია რა. აგერ აი ჩვენმა რეინჯერმა ბატონმა გაგვაცნო არაჩვეულებრივ ადამიანმა როგორ უნდა მოვიქცეთ, ანუ ცხელხაზე ვრეკავთ. უკავშირდებით ნაკრძალის დირექტორს, უთანხმებთ, წინასწარ უთანხმებთ შეხვედრას 9 საათზე უნდა ვიყოთ აქ ნაკრძალის ტერიტორიასთან და რეინჯერი, მორიგე რეინჯერი, რომელიც გასვლას აკეთებს თვითონ ნაკრძალში, გაგვიყოლებს თან, მარტო შესვლაც აკრძალულია, ნებართვის გარეშე აკრძალულია, ჯარიმებია და ასე შემდეგ. მაგრამ არაჩვეულებრივი ულამაზესი გარემოა. სულ რო არახვიდეთ იქ 6 კილომეტრი გვითხრა, უშუალოდ იმ ხეებთან ასვლა, რომელიც ითვლება რომ 2000 წელი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ სულ რო იქ არახვიდეთ, აქვე ადგილზევე შესასვლელშივე შეგიძლიათ ნახოთ ეს ხეები, გაათვალიეროთ არაჩვეულებრივი გარემო და ნახეთ, უყურეთ. აქ არის ესეთი აბრა საინფორმაციო. ეს არის საქართველოს ეროვნული პარკი, ხეები, უთხოვარი ხეები და აი აქ წერია თვითონ ამის მოკლე ინფორმაცია და წერია ლენგედის თანახმად სახელი უთხოვარი თამარ მეფეს უკავშირდება. ეს ხე იმდენად ძვირფას მცენარედ ითვლებოდა, რომ მეფეს განუცხადებია მისი მოჭრა არ მთხოვეთო. ესე იგი, თამარ მეფე იძახის, რომ ესე იგი ყველანაირი თხოვნის მიუხედავად ის არავის არ აძლევდა მოჭრის უფლებას, ამიტომ ამ ხესაც უთხოვარი შეარქვეს. აი ახლა მივხვდი, რატომ ეძახიან ამ ხეს უთხოვარს. ხო, აი ესეთი ნაყოფი აქვს და ეს ხე მრავლდება. თვითონ აი ამას რო უყურებ ფოთლებს, ხო, სუწიწოვანია და შეიძლება აგერიოს რა ფიჩში და თითში. და ნაყოფი ნახე, არანაირი გირჩია, ჩვეულებრივი კენკროვანია. ანუ მე მეგონა რომ არ ვარგა, მაგრამ აგერ ჩვენი პატივცემული რეინჯერის თანხმობით ესე იგი ისინჯება ჩვეულებრივ და ჭამ. ოღონდ კურკა არაო. აი მართლა გემრიელია. ვაუ. აუ. შუაში კურკები ჩანს. გასინჯეთ, მიდი ბესო. მიდი. ანუ ესე კურკით რო გამრავლდესო, როგორც აგვიხსნა ამ ადამიანმა, ჩიტმა უნდა გადაყლაპოს და კუჭი უნდა გაიაროს, ანუ ეს მთელი პროცესი, რომ მე გახდეს გამრავლებადი რა. ერთი მეც დავრჩი ხა, მომიწყვიტა ერთი ცალი რომ მეც დავსინჯო. ნახე. აი. აბა. ეხა მეც გავსინჯავ ამას. ნახეთ როგორია მართლა. თემო ხა მეც დამივარდა. მომე გავსინჯავ. 6 კილომეტრი ვლელო. მოსვლა თუ დასინჯა. ესეც არ გოხი, ესეც ჩვენი ბაბანეული. ხო. ხო. დაწერა ბაბანეული. არ გოხი ბაბანეული. კი ბატონო. აუ რა მორა. ხოცხარი წითელი წიგნში შეხედა. აი ეს დიდი რაც არის უთხოვარი, ნახე გადაღებული რამსის კეისი აქ. ამას გადაო. ეს არის ეს პატრიარქის ხეებს რასაც ეძახიან. აი ხაი ჩვენ სადაც ავართ უყურე ხაზით მონიშნულია, თვითონ ეს ბაწარას ნაკრძალის ტერიტორია. სად მენახე? აი აქ არის, აი ამას გეუბნებოდი უყურე, მდინარე ბაწარა. აქეთ მხარეს ეს ნაკრძალია. ხო. და ჩვენ ახლა იქით გავყვებით მე ტბაზე ასასვლელად რა. ჩვენ გასულობას გავყვებით. აბა როგორია გუშინდელი გამოხდილი ჭაჭა?
ხილისარიო. მაგრამ მაგარი იყო ფაი ამასაც ინდა. Alçamışsın kolab. Çok şey eşitlik nahiyam şerefsiz. უფრო ძირითადად მოდიან ქართველები, თუ უფრო უცხოელები მოდიან? უფრო მოდიან გერმანელები, პოლონელები, ჩეხები, ამერიკელები, კანადელები, რა ვიცი, რუსები, უკრაინელები, ქართველები ნაკლებია. აი ზუსტად აი ამიტომ რა ჩვენც მაგიტო სულ დავდივართ რომ აი თუ გავაცნოთ ხოლმე რა. პირველად ჩვენ ბატეცზე ვიყავით ერთი 10 წლის უკან. არანაირი ინფორმაცია არ არის. შესტები ისინი როა დიდი ურალებით რაღაცა. მარტო მაგის გზა იყო, არაფერი არ ხდებოდა. ვერც ინფორმაცია ვერც ვერავითარი ვკითხეთ. ძამას ხეობაა რა. ვიდეო გავაკეთეთ. ეს არის 1925 წლის დაარსებული. აქში ხალხი ცხოვრობს. ხო. სოფლები იყო. როდესაც სოფლების სახელი აქვს ნასოფლარიო, კასლამბნავარიო. ვაუ. ძველი ნასახლარები. ჩვენ გავაგზავნებთ ახლა გზას უკვე იქით, საითაც ნებადართული გვაქვს და ჩვეულებრივი ტურისტული მარშრუტი. სავარაუდოდ ტბასთან, ხო? всё. ესე თორნია. ვაიმე. ანუ მათთან ასე წამომსვლელებმა იცოდეთ რომ პატარა მანქანით არ გაბედოთ, დიდი მანქანა სასურველია 2-2-ზე, 4-4-ზე ბოდიში. 2-2-ზე. იმიტომ რომ 2-2-ზე ვარ წამოსულები და ცოტა დაზაბულები ვარ. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამანქანო გზა მაინც არის. თუ ვინმეს და ფეხი ციარული ეზარება. ბავშვებო თავი შეიკავეთ ახლა მოსახლეში. თემოს მოკლედ ეფექტები აქვს. მუხლუხო მაგარი. აი ეს ორი ხელი ცხოვრებაში არ მიტარებია მანქანა დედას მიწავარ. მაგარი უბრალოდია. საწყალი მანქანა. თავი შეიკავეთ. თავი შეიკავეთ. ვაიმე, ძალიან დიდი აღმართია. всё, საში ვარ თმორჩა. საში ვარ თმორჩა. ესე იგი მოგეხსენებათ ლაშქრობაში ვარ წამოსული აუთლენდერით, რომელიც არის მხოლოდ წინა მავალი რა. ხო და კარგათია რა, ძალიან ბევრი აღმართი ამოიარა, სიმაღლემ საშუალება მოგცა, მაგრამ აი აქამდე რომ მოვედით მე ამ აღმართთან რომ მოვედით, ხო? ფიზიკურად გაფშიკა ფეხები, რაღაცა ბლოკირება აქვს ალბათ, რაც არ ვიცი, მაგნეში ვერ ვერკვევი, რაღაცა ბლოკირება აქვს. გაზზე ფეხი ბოლომდე გიდგას, მაგრამ საერთოდ არაფერს არ გამოსცემს ხმას დამასვენეთო. ხო და ვასვენებთ და შემდეგი მცდელობა კიდე გვექნება ასვლის. ხო გავიჭედით. ხო გავჩერდით. მოკლედ ესე იგი, ტოტები მოუწყვიტეთ, ჩავყარეთ, ქვები ჩავაფინეთ. რა ყველაფერი გავაკეთე და იმედია ავა ახლა ეს მანქანა მაღლა. აი. მარტო მანქანა არა. დემეც ბუქსაობს. მე უფრო ბუქსავ ვიდრე ეს. გამოდი დემე. აი ესეთი ამბავია მოკლედ და აბა ღმერთი ჩვენგან. ატანდი ლუკა. Slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness.
back and erase all the past. ესე იგი, რამდენი კილომეტრი ვიარეთ ახლა ჩვენ გეტყვი დაახლოებით, ალბათ 16 კილომეტრი ამოვიარეთ. აი ბოლო დანიშნულების ნაკრძალთან რო ვიყავით წეღან იქიდან, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი გზა არის, ძალიან დავიძაბე, მანქანა უბრალოდ კი ყავდა ცოტა მაღალი გამოვლობის, მაგრამ არც ისეთი შესაფერისი და ცოტა დავიძაბე. ძალიან ბევრი აღმართია, ფეხით სასიარულო, ყოველ შემთხვევაში საშუალოზე ცოტა მაღალი სირთულის ტურია. ასე რომ თუ აქ ვინმე ფეხით ამოსვლას გაწყვეტავთ, ეს გაითვალისწინეთ. როგორც იქნა ამოვახციეთ, აი სადა ვართ უბრალოდ შეხედე რა. აი ნახეთ რამხელა სილამაზე, როგორი ბუმბერაზი მთებია და მასპინძელო. მოდი, შემო, მოდი. მასპინძელო. მოდი. როგორ მეპატიჟება. მოდი, გელოდებოდით, მოდი. მასპინძელო. მოდი, გელოდებოდით. ცოტა არეულები ვართ, მაგრამ გვაპატიე რა. კაი, ამერთხელ გაპატიებთ. შემოდი, გაგათვალიერებინეთ შესაძლოა. მოიცადე? ხელი არ მოგიდო, იმიტომ რომ ვიღაცა ცხოვრობდა აქა და გასულია პროსტა სამწუხაროდ. აბა. შემოდი, მოდი. კაი, ეს თავი უნდა დახარო, ხო, იცი, ესე შემოხვიდე. ოკეი. პატივი უნდა გცეთან, ხო? აბა, ვაუ. ესაა ჩვენი გარემო. მოიცადე? ესე გვაქვს შემოღობილი, იმიტომ რომ გლები გადმოდიან ხოლმე, რა ხვარი და ძროხარო შემოყვავს და ეს კიდე დათვისთვის არის, იმიტომ რომ დათვი ყველგან ძროხა ოხერია ძალიან. კაი. ამას ახლა გათვალიერებინე. აჰა. აუ, როგორი ძალიან ავთენტური აქაურობა. აბა, რა ხდება? როგორი ვერანდა გვაქვს. აბა. ვაუ. კაი, დენიც არის აქ. არ გადამრიო. დენი არ არის, აბა, ეს მაცივარი? წამო ხა იგი. ხო, შეიძლება დიჟოკი. ასე იგი, ნახეთ როგორი პატარა ქოხია, მწყემსების ქოხია. სამი ოთახი გვაქვს საათაშორის. სამი? ვერანდის გარეშე, აბა, გამოტარე ზურიკო. გამოიწე ორი დიდი საძინებელი გვაქვს. მოიცადე ჯერ ოთახებს დავათვალიერებ. ვაუ, ვაი, მეღვერთო მართლა როგორია აქაურობა. აქა მშვიდობა. აქ სამზარეულო. ესე იგი პირველი საძინებელი, სადაც არის, ესე იგი, ხო, სამი ესეთი ძველებური პრუჟინიანი ლოგინები. შენ რო გიყვარს ხოლმე თებო და რო გიოცნებია ბოლოს ნეტა ესეთ პრუჟინიან ლოგინში დამაწინაო. აი. აუ, რა საყვარელია, მიდი. აბა, მიდი. აუ, ისე რო დავრჩეთ აქ ხო შეიძლება. ხო, დავრჩეთ. მეორე მე ესე იგი ესეთი სამზარეულო. ხო, მისაღები. მინიმალური საჭირო რაც არის ყველაფერი. და აქეთ ესეც მეორე საძინებელი. ნახე რა საყვარლობაა. მატყლის ლეიბებია. როცა მთაში ძალიან ქარი გვაქვს ხოლმე იქიდან უბერავს და ძალიან რომანტიკულია, გაეფავი სალონში. ძალიან საყვარლობაა. აი რა პატრონები კი აყენია მაღლა განათებებიდან. ნუ ალბათ მართლა დვიჟოკი აქვთ. აქ რა თქმა უნდა დატოვებული აქვთ როგორც ვიცით ხოლმე მარილი, რავი პეჩენიები, საგზალი ვისაც ქონდა წამოღებული და უკან აღარ წაიღეს, რა თქმა უნდა დატოვეს. თემ ახლა ვერანდაზეა წამოკოტრიალებული, თემო იქ რა არის? აქ რაღაცა ესეთი ის არის გაზი, მაყალია და საზაფხულო სამზარეულო. ღმერთო, რა საინტერესო. გარეშე ხვდებით ხოლმე მაცივარი. აჰა, მაცივარიც აქვს. ნახე. აგერ მაცივარი. და ძველებური ტახტი. აუ, რა საყვარელია. აქ რო ბევრი ტურისტი ამოდიოდეს. დედა, გასიჯა გუდისყელი. არა, გუდისყელი, მაგრამ ეს ენერგეტიკულები დევს მან? სავსე? არა. ისევ ხოდა. არა, უბრალოდ გამიკვირდა ხა ნაგავი ვინ დატოვა ესე ძალიან და დატოვა? აუბედურება. სულად ვარ წალი მინდა. ალი ხარიო სადასა. იდეა შეიძლება დასალებია, მაგრამ მომზადდა. აი, გარშემო რა ხდება? აიქეთ მეზობლები ცხოვრობენ. ეხა ისინიც მოვინახულოთ რა, დამპატიჟე მეზობლებიც. მეზობლები განახო? ხა, მეზობლებიც მანახ. აქ მანქანის ჩამოსასრული. მეზობლები გადავდივართ რა. ეს თვარი დაკლეს რაღაც აღნიშნავენ რომ. როგორ შეიფერა აქაურობა, ნახე რა, მოიცადე. აუ, ნახე რომ აზია. ჰა?
აუ სურათ აი ესეც მწყემსების ქოხი იყო, უბრალოდ ეს მიტოვებულია უკვე, იმიტომ რომ ცოტა უფრო ძალიან ცუდად გამოიყურება. ახლა როგორც უკვე აღნიშნე წეღან წვიმას ნამდვილად შეაფარებ თავს და ქუჩაში ყოფნას ნამდვილად ჯობია ღია ცის ქვეშ, მაგრამ ის წინა ქოხი უფრო საყვარელი და მოვლილი იყო. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ამოვედით ტბათანაზე. ილტოს ხეობა იქით გვიჩვენებს. ესე იგი მოკლედ, აი ესეთი ტბა დაგხვდა. ესეთი ტბა, ნუ მთის ტბა არის რა, მთის ტბა ვისაც გინახავთ, გარშემო ლელიები აქვს, ცოტა ჭუჭყია. არის დაახლოებით სიგრძეში 30 მეტრი, ალბათ სიგანეში ასე 15. აი ამ ადგილას მივალთ მე რითი საზრდოობს ეს ტბა. განახებთ ეს როგორ გამოდის თვითონ ბუნებრივად წყალი მთიდან. ესე იგი, ამის იქით ჩვენ ხო ვართ ესე და ამის იქით, ამ თების იქით არის თუშეთი, იქ და ამ თების იქით არის ფშავი. და ნუ ხევსურეთი თავისთავად, მე იქით მოკეთ, აი ესეთ ტერიტორიაზე ვართ, ესეთი არაჩვეულებრივი ალპური ზონაა, ზღაპრული გარემოა. ხა იქ პატარა პიკნიკს მოვაწყობთ. როგორც ხედავთ, მოკეთ, მანქანა არის მაღალი გამავლობის, მაგრამ წინა ხიდით, მხოლოდ წინა გამავალია, მაღალი გამავლობის. ნუ სედანით აქ ისეთი გზა იყო, ვერ ამოხვალთ, მაგრამ ჩვეულებრივ არ არის აუცილებელი 4-4-ზე. მანქანამ ჩვეულებრივი არა, 1-2 ადგილას ნუ ცოტა რაღაცა დაჭირდა, მაგრამ ბევრი არაფერი, უბრალოდ კაპრონის საბურავი მიყენია და არც მთლად პროტექტორებია იდეალური, თორე ჩვეულებრივი საბურავებით, კარგი საბურავებით ამოხვალთ, არც იქ არ შეგექმნებათ პრობლემა. წავიდეთ მოკეთ, ახლა ვნახოთ იქ საიდან გამოდის ეს წყალი. ხანუ გავაგზავნე მიმახილვას, ეს მთარი თვითონ ტბათანა, როგორც რუკით მივხვდი და არის 2500 მეტრამდე, 2400 რაღაც. ესე იგი, თვითონ პირდაპირ ასევე ძირშივი აქვს აი ეს ტბა. აი ეს ძალიან ზღაპრულ გარემოს ქმნის რა. ხო და ანუ საზრდოებს აი აქედან ძალიან ცივი, ძალიან მაგარი წყალი და უნიკალური შემთხვევა დარწმუნებული ვარ, ბევრს ნანახი არ აქვს, როგორ იწყება მდინარე. აი ესე უბრალოდ მოვედით, იქ მთარი არაფერი და აქედან ეგრევე წყალი გამოდის, აი ესეთი ნაკადი. ესეთი ულამაზესი ნაკადი, ძალიან ცივი და გემრიელი წყალი. და როგორც გითხარით, ზღაპრული გარემო. კიდევ ერთხელ, ესე იგი, ამ ტბას როგორც გავიგე, ქისტის ტბა ქვია და მთას ტერიტორიას თვითონ იმ დასახლებას და ასე შემდეგ, უფრო მწყემსების დასახლება ტბათანა.
მოკეთ, ვისაც გონია რომ ტბათანაში ისა ქისტის ტბაში იბანავებს, ცოტა იმედი მინდა გაგიცროთ, იმიტომ რომ აგერ არაჩვეულებრივი გასართობი ნახეს სუკამ და ლუკამ. აბა მანახე? ანახე აბა სად არიან? პირანი მეგენი. აჩვენე გაგექცა ბიჭო, გაგექცა პატაცინა. არა უშავს კაცო. ანახე როგორია? აქ არიან 9 ცალი ბაყაყი. ესე მოჩვენე. გადავიდეთ. აგიდე გადახტე. მაინც ამ აქ არის ქვების სასაფლაო. პატარა კი არ არის, ასეთი დიდია და ქვების სასაფლაოს მიყვები გვერდულად. იმიტომ რომ ეს ქვები ჩამოცივდა იქიდან და კიდე კაი მაშინ არ ვყავი აქ. ესე გავყვებით ახლა ამას. მე იმას მიყვებით ზემოთ და უი. მოკლედ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ჩვენს მთის წვერს. აი ამ სიმაღლეზე ვართ ამოსული, მანქანა უკვე ძლივს ჩანს დაბლა, ტბაც პაწაწკუნტელა გახდა. და აქეთ ალაზნის ხეობა, აქეთ ილტოს ხეობა. ანუ გასაყარზე ვართ ახლა ეს ქედი ყოფს ალაზანს და ილტოს. ესენი მერე მთლიანად ივლიან და ახმეტის ტერიტორიაზე ერთმანეთს შეუერთებიან. ეს ორი მდინარე. შუაში ვართ ახლა ჩვენ. მოკეთ ასეთ ბილიკს მივყვებით რა. ესე მთის წვერზე ვართ პირდაპირ. ეს დასვი ვოკ. აქეთ არგინათ. ვისაც სიმაღლის შეექ ძალიან შეეშინდება. ესე უნებრივად შექმნილი ისინი ბილიკები. ეს ჩაყვები. მე ეს ჩამოყვები, ეს ჩაყვები. და ესე ამოვიდივართ რა. ანუ მანქანა არ ჩანს იქ და მოეპარა. მოკლედ 1, 10, 15 წუთის მერე აი ეს არის მთელი ტბათანა რა. აი ამ ტერიტორიას ქვია მთლიანად ტბათანა რა. აი ამას რასაც ხედავ, აქედან ხეები, იქიდან ხეები, ყველა მხრიდან ხეები და აი ეს ტერიტორია არის ალპური ზონა მთლიანი ჩაკეტილი რა. ესე და კონი ცოტა დაგვრჩა. ლემივალთ. აი ეს დაბლა დაგვრჩა ჩვენი ტბაც. ოჩახ ბავშვებო. მადლობა ჩვენს გმირებს. ზურა ჩიკვილაძეს, ლუკა ჩიკვილაძეს და დემეტრ დადუნაშვილს.